საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ინიციატივა ამ წუთებში სასტუმრო რედისონში 10 სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი სპეციალურ შეხვედრას მართავს. შეხვედრის მიზეზი ბოლო დროს სპორტულ სამყაროში განვითარებული მოვლენებია. დღევანდელი შეხვედრის საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები და სპორტის მინისტრის მოიწვიეს. ნინო გაბელია მუშაობს თემაზე, ის ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნინო, გისმენთ. ლიზა, დიახ, რამდენიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი უკვე სასტუმრო რედისონშია. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ ამ სპორტის ფედერაციებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომელიც სპორტულ სამყაროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. 10 სპორტული ფედერაციის პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია საპარლამენტო სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი და ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, რათა დაისვას შეკითხვები მათ მიმართ, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მხარის ხელმძღვანელი ჯერჯერობით სასტუმრო რედისონში არ გამოჩენილა. მედია მხარეები მოვლენ დააფიქსირებენ თავიანთას და ამის შემდეგ ალბათ ჩვენ ერთობლივ რაღაც განცხადება შევიმუშავებთ. მე როგორც ხვდები არის საუბარი მთლიანად მდგომარეობაზე, სპორტში, დღევანდელობაზე. არასდროს არ ყოფილა ეს არც დახურული, არც ხავსება და ალბათ იქნება ამაზე საუბარი და ვნახოთ რა განვითარდება ეს ყველაფერი. ეს იყო საინიციატივო ჯგუფი, მთელი ყველა ფედერაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაერკვიენ რა ხდება, მეტი არაფერი. ჩვენ არც ერთ პოზიციას არავის არ უჭერთ, არანაირი ჩვენი პოზიცია არ გაგვაჩნია, გვაქვს სურვილი შევხვდეთ, მოვისმინოთ, თუ რამე ჩვენ გვეხება, განვიხილოთ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რამდენიმე წუთში მოვა სასტუმრო რედისონში და დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რაც შეეხება მეორე მხარეს პარლამენტის სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელს და მის წარმომადგენლებს. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა სპეციალური განცხადება პარლამენტის სპორტის კომიტეტის მხრიდან. ისინი ეხმაურებიან სპორტული ფედერაციების გამოწვევას და ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად მიიწვევენ ამ ფედერაციების ხელმძღვანელებს პარლამენტში, თუ კი ეს მათი სურვილი იქნება და სწორედ პარლამენტში შედგება ორმხრივი შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება, თუ რაზე იქნება ამ შეხვედრაზე საუბრები, ამას უკვე მოამბის მთავარ გამოშვებაში გაგაცნობთ. მადლობა ნინო გაბელია საუბრობდა მოამბის ეთერში.